ვიდეო, რომელიც ყველა მოქმედმა თუ მომავალმა სპორტსმენმა უნდა ნახოს. Mind Game ფეხბურთი გონების თამაში. სწორედ ამ სახელწოდებით და მიზნით დაიწყო მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი. OT Sport Management-ის ორგანიზებით ჩატარებული ფორუმი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ქოჩორაშვილის გამოსვლით დაიწყო. Სამთხრიანი ღონისძიება პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს და დამოუკიდებელ ლექციებს მოიცავს. პროექტის მიზანი საქართველოში პროფესიულ ფეხბურთში თანამედროვე ცოდნის დანერგვა, რაც ფიზიკური, მენტალური, ტაქტიკური თუ ტექნიკური უნარების განვითარებას გულისხმობს. ბილეთის შეძენა კი TicketJet-ზე შეგიძლიათ. დღეს ქოჩორაშვილმა ახალგაზრდა მოთამაშეებს და საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებს მისი გამოცდილება გაუზიარა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. გიორგის მოსმენამდე არ დაგეზაროს, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერია. რეალურად ხალხი ვერ მარტო ხედავს ჩვენ მოედანზე და ბექგრაუნდი რეალურად არ ვიცი თუ რა ხდება და რაში გვეხმარება ეს ხალხი და მაგალითად დიმას ერთ-ერთი თავარი დახმარება რაშიც არის ხოლმე ზოგჯერ იმის დამხებით რომ ზოგჯერ TikTok-ის ჩაწერას გთხოვს და უნდა ჩაწერო აუცილებლად ჩვენ არცერთ არ მოგწონს მაგრამ საჭირო არის რომ იმ ხალხმა რომელიც ჩვენი გულშემატკივარი არის და ჩვენი გულშემატკივარი ქვია რომ გულამდე მიიტანოს ის ყოველივე დღე რასაც ჩვენ ბაზაზე ვატარებთ და ბოლომდე გავითავოთ და არის მომენტები იგივე შენ საუბრობდი ახლა თუ მომენტებზე რა არის მომენტები როდესაც მე მყავს შემგვერდით ხალხი რომელიც რეალურად მეხმარება რომ სწორად მივიტანო ის სათქმელი რაც მე მაქვს ჩემ ხალხთან დამეხმაროს რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო მე ვფიქრობ დიმაც არის ერთ-ერთი ადამიანი როდესაც რთული მომენტი მაქვს და არ ვიცი როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მივიტანო ხალხის გულთან რომ ის გადმოცე რაც რეალურად მე მინდა რომ იმ პოსტით იმ სტორიში იყოს დაწერილი და ხშირად მაქვს მომენტები რომ იგივე დიმასაც იგივე საბასაც ხშირად უთანხმებ ხოლმე რომ როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი უკეთ გამოვიყენოთ იმიტომ რომ ესენი ამ საქმის პროფესიონალები არიან მე ამ საქმეში არ გამოვირჩევი ჩემი მოედანზე იქნება სირბილით იქნება დახმარება ჩემი გუნდების მაგრამ ამ სფეროში როგორც იგივე საბა ყავს დღეს ფსიქოლოგი რომელიც თავის ფუნქციაში არის პროფესიონალი მე ვერაზრს ვერ შევცვლი საბას და საბა ვერაზრს ვერ შევცვლის მე მაგრამ მაგის თქმა მინდა რომ ყველას ჩვენი პროფესია გვაქვს და უნდა ვიპოვოთ ისეთი ხალხი ჩვენ გვერდით რომელიც დაგვეხმარება და ხშირად დიმასნაირი ხალხი ეკრანებზე არ ჩანს და ამიტომ მინდა რომ რეალურად შეიგრძნო რომ ფეხბურთზე გავლენას არა მარტო ფეხბურთელები ახდენენ, არამედ ის ხალხი, რომელიც სტაფშია და არასდროს არ ჩნდება კამერებში. გამოჩვევა გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ვფიქრობ საფეხბურთო წრეში გამორჩეული პერსონაჟია, გამოგვიდგენია იქ რომ თავის სოციუმში შემოიტანა კაპიტანი ამერიკა, რა თქვა რომ ბავშვებს რადგან უყვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ასოცირდებოდე ამდენად დაგებით სუპერ გირთან. გიორგი ქოჩორაშვილი აღნიშნავს რომ ლევანდოვსკიებით ერთიორად გაზარდოს ქართული ბავშვების შანსი ფეხბურთით დაინტერესება და ჩართულობა. შენ ამბავს როგორ გვიყვები და რამ გაიწყო რომ ყოფილიყავი ცოტათი განსხვავებული იყო უფრო საინტერესო პერსონაჟი ვიდრე ფეხბურთელების უმრავლესობა და რას ნიშნავს თუნდაც კაპიტანი ამერიკა, რას ნიშნავს შენი კლუბების გავლენის აქტივობები, რომელსაც ქართული ფეხბურთის მომავლისთვის აკეთებ. ვფიქრობ რომ რამენაირად განსხვავებული ვინმესგან უბრალოდ იგივე კაპიტან ამერიკაზე რასაც ვიძახით არ არის უბრალოდ მარველის პერსონაჟის წარმოჩინება ეს უბრალოდ ის საქმეა რაც ხშირად მინდოდა მეთქვა იმ ხრივ რომ ბევრი ბავშვი არის ეს მოსული ჩვენთანაც და მე ხშირად რაც თავიდან ვთქვი რომ მახსოვს რომ ბავშვობაში ვიყავი სუსტი ბევრი მეუბნებოდა რომ არ ვიყავი მზად რომ იგივე 90 წუთი მეთამაშა იმიტომ რომ ფიზიკურად ისეთი შესაძლებლობა და ისეთი ნაკვთები არ მქონდა რაც რეალურად შეიძლება ფეხბურთელს უნდა ქონდეს ასევე ტაქტიკურად მაგას რომ შენგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა ფეხბურთელი არ გამოვიდოდა ან არ ვიქნებოდი ევროპული ფეხბურთისთვის მზად რაც ჩემთვის როცა 17 წლის ასაკში ხარ და მაგას გეუბნებიან არ არის მარტივი და როცა ევროპის ჩემპიონატის 19 წამდე თამაში ვითამაშეთ 19 წამდე ევროპის ჩემპიონატი მაგის მერეც იგივე ინფორმაცია მომივიდა იმიტომ რომ არ შემეძლო უმაღლეს ლიგაში თამაში საქართველოში და რა თქმა უნდა ჩემთვის ბევრს არ აქვს უმაღლესი ლიგა ნათამაშები მაგრამ არის აქ ხალხი ვისაც არა მარტო უმაღლესი არამედ ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები აქვს და იცის რაც ნიშნავს როცა გეუბნებიან რომ რაღაც ისთვის რაც გიყვარს და რასაც ყოველდღიურად შრომობ გეუბნებიან და არ ხარ მზად და ამაზე რომ დავფიქრდი მივხვდი რომ კაპიტან ამერიკა არის ნათელი მაგალითი იმის რომ
პატარაობაში როგორი სუსტი იყო და როგორ ცდილობდა რომ ჯარში შესულიყო და არაძლევდა საშუალებას, იმიტომ რომ არ იყო მზად მაგისტრის, მაგრამ ვერ ხედავდნენ თუ რამდენად გამბედავი იყო. და ჩემი ღირებულებებიც მაქედან მოდის, რომ ეს ყველაფერი დისციპლინა, გამბედაობა, შეუპოვრობა იყოს ჩემი ყოველდღიურობაში. და რა თქმა უნდა, კაპიტან ამერიკა შემდეგ გარდაიცვალა ისეთ პერსონაჟად, რომელიც ცდილობს არა თავის თავს დაეხმაროს, არამედ თავისი სიძლიერით მთლიანად მსოფლიოს დაეხმაროს და თავის ხალხს. ამიტომ ჩემთვის ძალიან მაგალითია მაგ ყველაფრის და როცა მე აღვნიშნავ გოლს, მინდა რომ ყველა მიცოდეს თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემთვის არა მხოლოდ გოლის აღნიშვნა, არამედ იმ წარმატების და იმ ბევრი პრობლემის, რომელიც მე ბავშვობაში მქონდა და დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანს თქვენ საქმეში, არა მარტო ფეხბურთში, არამედ ფეხბურთსგარეთ აუცილებლად გექნებათ, მაგრამ ერთადერთი გზა რაც არის აქედან გამოსასვლელად არის დისციპლინა და თქვენი თავის თვითდაჯერება, რომელიც რაც არ უნდა სხვებმა გითხრათ, რომ არ ხართ საუკეთესოები, რომ ეხა ბავშვებს ვისაუბრები, იმიტომ რომ წინიზიან და მიყურებენ და მინდა იცოდეთ, რომ ვინც რაც არ უნდა გითხრათ, რომ არ ხართ მზად რაღაცისთვის, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იმუშავეთ, რაც თქვენ გიყვართ და დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ეს 1 წლის შემდეგ იყოს, შეიძლება 10 წლის შემდეგ, მაგრამ თქვენ თუ გეზის სწორად გაქვთ აღებული, ბოლომდე მაინც მიაღწევთ იმ მიზანს და ალბათ ეგ არის ყველაფერი, რაც კაპიტან ამერიკას უკავშირდება. ეს საინტერესო მომენტი გამახსენდა, ეხლა ქუჩურას ჩავით. და როცა სამართლების წინ მქონდა სავარჯიშო პროცესი, მაშინ სამურამოში ვიყავით. შენც გემახსოვრება ის დღე, როცა ვარჯიში დასრულდა და ყველა იყო. მოითან ნებართვას ეკრებს ხოჭორისგან ზედით რომ მოყვეს თუ არა იზარდო. გააშინა რას ყველა ინტენდივი გავიყავით სამურამოში. რაც ძალიან დამამახსოვრდა და მე როცა დასრულდა სავარჯიშო პროცესი, დარჩნენ და დააწყეს პენალტები რა. და ქოჩორა მიდის ბურთთან და არასდროს დამამახსოვრდა, რაც გააკეთა მეორე წელს უახოდი შემოწყალდა იდენტური პენალტი დაარტყა რამდენჯერმე იმ კუთხეში. თან მეძახიანი ხედა რა დიმა. შენახები გაქვს ვიდეოზე? და შენთანაც როტო მომიდავი. თორე არ დაგიჭირ. და მე ამათ შეძახილები რომ ეს არ დავდოთ არ გავსწოროთ, რა თქმა უნდა არც ოპირებდი ესეთი საიდი სადმე გადანას, თუმცა მე როცა პენალტების სერიიდან მივედი და ცოტა აზრზე მოვედი, ბურთთან რომ მივიდა ისეთი დარწმუნება რომ შავი რომ იმას გააკეთებ და რაც გააკეთებ, ეს იმდენად დიდი მუხტი იყო გუნდისთვის და იმდენად გადამდები იყო როგორც შეასრულა ის პენალტი, რომ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მუხტი მოგვიტანა იმ დარტყმას, რომ პენალტების სერიაში პენალტების გამხსნა დარტყმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ქოჩორა როგორც მივიდა ბურთთან, როგორც გაასწორდა, როგორც დინჯად შვიდად, როგორც არის რეალურად გააკეთა ის ყველაფერი, მგონია რომ ეს მატარებელს გავყვებით შემდეგ და ისევ ამაზად დასრულდა ის ყველაფერი. კარგი რომ ვახოთიმოს ხელში არ ჩავუდგე შევიდო, თორემ მე შეიძლება გამოიწვია. მადლობა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ რამოდენიმეჯერ მქონდა კიდე მაგის შემდეგ, რამოდენიმეჯერ მახსოვს, რომ ინსტაგრამზე დადო სტორები, როგორ გამქონდა პენდები და პირველი რაც იყო, დაურეკე და უთხრე რომ მეთქი, დიმა, ყავ თამაშობ, თამაშს ხო, როგორ შეიძლება ეხა მე დავარტყა და იცოდეს მეკარე ანუ ეხა მაგის მერე შევიცვალე მეთქი დიმას და მაგაში რაღაც შეიძლება და მე მოიჯობია რომ პელებზე ვიმუშაო ისე რომ მეკარის უყოლო და მეკარის გადაწყვეტილებით უკვე მივმართო, იმიტომ რომ მახსოვს რომ მე მგონი კვარას ვიდეო დადე, თან მე მგონი მამარ დაუღებს პენალტს რა. ამ კიდე ძალიან პრობლემა არის, პენალტი როცა გაქვს. ხო კვარა რატო შეცვალეს პენალტების პენალტი როცა გაქვს ფეხბურთელებს მოდიან და დადე ჩემი შტორი და იქეთ მამარ დადალურია, რომელიც თუ აიღო პენალტი, მე ის გთხოვს რომ ჩემი დადე. თუ იმან აიღო პენალტი, მე ის გთხოვს ვინც ვერ გაიტანა, არ დადო პენალტი. მე ეგეთი მატრიცაში ვწრიალებ ხოლმე რომ ეხლა პენალტი საერთოდ არ დაიდოს. პენალტი საერთოდ არ დაიდოს. საერთოდ მარტო ჯარიები რაც და მე თამაშებში ისე ვთქვას, როგორც მაგრამ ეს საერთოდ კარის უკან არ მიიღო, არასდროს. როგორც დაარტყა ვიხილავთ, ვინც მაგრამ რამოდენში მოიწია ხო და ხო, უკვე შევცვალე, იმიტომ რომ უკვე აღარ ვიდე, ანუ მე აქამდე რადგან მუშაობდი იყო, რომ ყოველდღიურად ამ 3 წლის განმავლობაში ვარჯიშის შემდეგ რჩებოდი და სადაც 10-დან 20 დარტყმამდე ზუსტად იმ ადგილს ვირჩევდი, სადაც მინდოდა, სადაც აუღებელია და მინდოდა რომ მაგ დარტყმაზე მეორე მე გველესა გვერდზე გამიყვანა და მითხრა რომ ძალიან რისკიანი დარტყმაა და მოდი შეცვალეო, მაგრამ ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ზუსტად ორი თვით ადრე მქონდა რეალ ვალიადოლიդთან მეკარემ ამბო პენალი და ზუსტად
ტრავმის შემდეგ მომიწია სადღაც 2 თვე ტრავმის მოშუშება, რომ ისევ დამეწყო თამაში და ზუსტად ეგ პერიოდი რადგანაც ვერ გავიტანე თითქოს ის 2 თვე ყოველდღიურად არ შეიძლება დარტყმა არ შემეძლო, მაგრამ ცდილობდი რომ მოედანზე წავსულიყავი, შეიძლება ზოგს გიჟი ვეგონე კიდევაც ვინც იყურებოდა ზევიდან, იმიტომ რომ იქ ხელოვნური სტადიონი არის, სადაც მივდიოდი, დიდი 7 საათზე დგებოდი, მივდიოდი, რომ უბრალოდ წარმოსახვაში შემესრულებინა ის, რაც შეიძლება თამაშზე მოგიწიოს, რომ გააკეთო. და ვფიქრობ, რომ ეგ იყო ის დახმარება, ის შეიძლება ის პენალტი რომ ვერ გამომიყენე და ის რომ გამომეყენებინა, შეიძლება საბერძნეთთან საერთოდ სხვანაირად მოუზადებულიყავ. ამიტომ იმ უკან გადადგმულ ნაბიჯმა მოუცა საშუალება, რომ უფრო მეტი ვიმუშაო ჩემთავზე და ნუ საბერძნეთთან ახლა ყველაფერი მე ვფიქრობ, საბერძნეთთან როგორ თქვა ისე რომ სწორად მოვიტანო თქვენთან. ჩემთვის უშუალოა რა თქმა უნდა რეზულტატი, რომ თამაში გამარჯვება მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანო, მაგრამ შეიძლება 15 სანტიმეტრით მარჯვენა წასულიყო, ან 15 სანტიმეტრით ზევით, მაგრამ მზად ვიყავი მაგისთვისაც, იმიტომ რომ ვიცი რომ ის საქმე მე რაც გავაკეთე და ის საქმე რაც მთლიანად ეროვნულმა ნაკრებმა გააკეთა, მარტო პენალტის გაფუჭება თუ გოლის გატანა მაგას არ განსაზღვრავს, იმიტომ რომ ის ყოველი მეტრი, რაზეც იგივე ბუდუს ვიდეო სადაც არის რომელიც ირთვის 120 წუთი გაუჩერება სირბილი, მე ვფიქრობ ცხოვრებაში არ უნდა დავკარგოთ ეგ რომ რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ იმაზე ვიყოთ დამოკიდებული, რა რეზულტატი ექნება ამ ყველაფერს, ანუ წარმატება არ უნდა გავაიგივოთ, რომ ის პენალტი გავიდა თუ არ გავიდა, მე ვფიქრობ წარმატება იყო ის ერთიანობა რაც იყო მოედანზე და ის ერთიანობა რაც იგრძნობოდა თამაშდოს, იმიტომ რომ გექნებათ მომენტები ისევ ფეხბურთელებს ვესაუბრები, რომ გექნებათ მომენტები, რომ ბევრ რაღაცას ვერ გამოიყენებთ, იმიტომ რომ შეგეშინდებათ, რომ არ დაარტყათ, შეგეშინდებათ, რომ არ ითამაშოთ თამაში, გერჩინებათ, რომ ზოგჯერ სკამზე იჯდეთ და თქვენ გუნდელებს უყუროთ, რომ როგორ უშვებენ შეცდომას. ამ დროს ყველაზე მთავარი რაც არის, რომ გახვიდე და შენ დაუშვა ის შეცდომა, რომ მეორე დღეს გქონდეს საშუალება, რომ გამოიყენო. არა მარტო ფეხბურთელებს, მწვრთნელებიც ბევრი არიან დღეს და მწვრთნელებშიც მე ვფიქრობ იგივე არის, იმიტომ რომ ადრე ვფიქრობდი, რომ აი ფეხბურთს თავს დავარებებ, აუცილებლად მწვრთნელი უნდა გავხდე, მაგრამ ეხლა უკვე ისე უყურებ, რომ ძალიან ძნელი არის, იყო მწვრთნელი არის ბევრად უფრო რთული, ვიდრე იყო უბრალოდ ფეხბურთელი, იმიტომ რომ როგორც უყურებ, რომ ყველაზე ადრე მიდიან ვარჯიშის დაწერის შეიძლება 7 საათზე იქ იყვნენ, შეიძლება 6 საათზე იყვნენ. ვარჯიში უნდა დაწერო. ვარჯიშის დაწერის შემდეგ სწორად უნდა მიუტანო ფეხბურთელს ის ყველაფერი, შეიძლება ვარჯიშის დროს რაღაც შეცდომები იყოს, რაც რეალურად მოგიწიოს და იმპროვიზირებულად უნდა შეცვალო. შემდეგ წაგებული თამაშები და საბოლოოდ ვფიქრობ, რომ მე მგონი სამსეულო კარიერა ჩემთვის დამთავრებულია, სანამ დაიწყო. ეროვნული სიამაყის ამბავში რას ნიშნავს 26 მარტი საქართველოსთვის და შენთვის პერსონალურად? თული კითხვა, იმიტომ რომ ყველა ჩვენი შეხედულება გვაქვს, მაგ თან როცა ფეხბურთს თამაშობ და მაგ მომენტში ხარ, ხშირად ვიძახი, რომ ის ემოცია რაც გვაქვს ჩვენ და რასაც ვღებულობთ, ისევე ვღებულობთ, როგორც შეიძლება 15 წლის შემდეგ რო გამოვიხედებით უკან, თქვათ, რომ აი და ემოცია იყო, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედი და საბერძნეთთან მოვიგეთ თამაში, ემოციები იყო, ჩახუტება იყო, ის ხალხის შეხვედრა იყო, მაგრამ თითქოს აი ყველა ერთმანეთს უყურებდით და იმ მომენტით ვსიამოვნებდით, მაგრამ უკვე ვფიქრობდით, რომ აი ევროპის ჩემპიონატზე როგორ მოვემზადოთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ იმაც მხოლოდ დროს ხშირად როცა ფეხბურთელი ხარ, ისევე ვერ ღებულობ, როგორც მაგალითად შენი ოჯახის წევრი. იმიტომ რომ შენ ოჯახის წევრს აქვს საშუალება, რომ იმაზე დიდხანს იყოს ბედნიერი, ვიდრე შენ ხარ. იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს მაგის დრო, ან ვერ ვღებულობთ, ვერ პოულობთ მაგხელა დროს. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა ხალხი ქუჩაში ხვდება და უბრალოდ გეხუტება, უსიტყვოდ და ხვდები, რომ ეს ჩახუტება არ არის იმიტომ გამოწვეული, რომ მარტო რაღაც წარმატებას მიაღწია. ეს არის იმ სიყვარულის გამოხატვა, რასაც ძალიან ძნელია, რომ ცხოვრებაში ესე უთქმელად მიაღწიო და მადლობა თითოეულ მათგანს, ვიც იმიტომ რომ მათგანში უბრალოდ ჩვენ ვერ ვითამაშებთ ფეხბურთს. ვერც ვითამაშებთ და არც ვითამაშებთ, იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ პანდემიის დროს, როცა ცარიელ ტრიბუნაზე
მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრები მათ ხდებოდა მაკედონიასთან რა თქმა უნდა ჩემი აზრით მათ რომ ჩვენ ის ხალხი ყოლოდა რომელიც ჩემპიონის დარტყმის დროს პირველი პელის დარტყმის დროს ის ძალა მოწეს რომ ნურაფრის ნუგეშინია გინდა იძახი რომ ეს ხალხი ჩემ გვერდითაა და ერთი ადამიანი არ არტყავს პეტოს მან დარტყავს არ ვიცი 3 და 4 მილიონი ადამიანი და ძალიან ძნელია რომ ეგ ბურთი ვინმე დაიჭიროს ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს და თითოეულ თქვენთაგან ძალიან დიდი მადლობა და აქ არის ის ხალხი ვინც რეალურად ბავშვობიდან ჩემ წარმატებაში მიიღო მონაწილეობა ხშირად არ ვიძახი ხოლმე მაგრამ სანდრო კობახიძე არის უკან და სანდრო როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა ჩემი ოჯახის ნაცისავია და მახსოვს რომ საფრანგეთთან იყო თამაში და უბრალოდ გეტრი მაჩუკა როცა იქ სახში ვიყავით და სახში მომიტანეს გეტრი ძალიან დიდი მქონდა რა და აი ყოველ დღე მაინც ვიცევდი და მაგით თამაშობდი სახში და ეხლა ვხვდები რომ რეალურად როცა არ შორს ვთხოვენ ან მაიკას ვთხოვენ რეალურად რას ნიშნავს იმიტომ რომ მაშინ სანდროს უბრალოდ მოცემული გეტრი ჩემთვის იმხელა რაღაცას ნიშნავდა რომ უბრალოდ მაყურებელი ვიყავი, უბრალოდ ბავშვი ვიყავი, რომელიც აფანადებდა ფეხბურთზე და ეროვნულ ნაკრებზე და ამიტომ ვიძახი რომ ყოველდღიურად თუ გვაქვს ჩვენ საშუალება რომ თითოეულ ადამიანს ჩვენ ჩავეხუტოთ და ვაგრძნობინოთ ის სიტყვა, თუ გინდა ერთი მესიჯით იქნება, ერთი ჩახუტებით, ერთი სიტყვით, გვაძლიერებს არა მარტო ჩვენ, არამედ მთლიან ჩვენ ქვეყანას, რაც საბოლოოდ გვაძლევს საშუალებას რომ დავიცვათ ჟილკით ესე ვიტყვი. წერისადმი შენ დამოკიდებულებასაც ვაფასებ, იმიტომ რომ თუ შეამჩნევთ გიორგი კოჩარაშვილის Facebook თუ Instagram პოსტები, შედარებით უფრო ვრცელი, შედარებით უფრო დატვირთული ტექსტით გაჟღერებულია და წერაზე უბრალოდ მინდოდა რომ მეკითხე სანამ გვეტყვი რა ისწავლებს წერასთან შენი დამოკიდებულება და მე შეგვიძლია დავასრულო. არ მინდოდა ამის გარეშე შეგიძლიათ. ზუსტად ეხლა მომიწია რომ სადაც ცხოვრობდი 6 წლის განმავლობაში ვალენსიაში ნელ-ნელა დავიწყე ჩავლაგება რაღაცეების რომ სადაც ერთ თვეში წესიდარიგით უკვე ლისაბონში გადმოვიტანეთ და ერთ-ერთი სადაც 20 ფუცლიანი ჩანაწერი ვნახე რომელიც 2000 ეხლა საერთოდ არ მქონდა დაგეგმილი ამის მოყოლა და სანდრას უთხარი ერთადერთი სანდრა მიცის რომ 2018 წელს მე როდესაც პირველად ჟირონაში გადავედი მქონდა პერიოდი როდესაც პრიგალადაში რომელიც იყო მეოთხე დივიზიონში არ მიწევდა თამაში ну წუთენის კრიტიკაც მაქვს დაწერილი მაგრამ თავარი რაც ყველაზე თავარი არის ზუსტად იმ შიშებზე მაქვს საუბარი იმ მომენტებზე მაქვს საუბარი იმ გამძლეობაზე იმ შეუპორობაზე და როცა დღეს ამას ვკითხულობდი მივხვდი რომ ეს ყველაფერი არ დაწყებულა 2021 და 2022 წელს როცა რეალურად დავიწყე მე მუშაობა ჩემ ფსიქოლოგთან რომელმაც რეალურად მასწავლა თუ როგორ შეიძლება ის ემოციები რაც მე შიგნით მაქვს ფუცელზე გადმოვიტანო და უბრალოდ იმ შიშების ფუცელზე გადმოტანა იმის ნათქვამა და რის თქმაც მე მინდა ფუცელზე დაწერა უფრო მეტად დააპატარაოს ის შიში რაც რეალურად შენ გაგმახსოვს პირველად როდესაც შიშზე დავიწყე დაწერა რომ რეალურად რა მაშინებდა იყო კასტელიონთან ერთად, როდესაც პლეი-ოფი მქონდა სათამაშო ნახევარფინალი დეპორტივო ლა კორუნიასთან და მახსოვს რომ ორგანიზმში როგორი შეგრძნება მქონდა თითქოს ცივის ხეული მქონდა მუცელში თითქოს თხიულს ვგრძნობდი და გულთანაც ისეთი ვის მქონდა რომ აი არ ვიცი რა ვაკეთებოდა პირველი რაც გავაკეთე რომ დაურეკე ჩემ ფსიქოლოგსა და ვკითხე რომ რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის რომ ხვალ თამაში რომ გამოვალ ის გიორგი ნახოთ რომელსაც მე ვიცნობ როდესაც მაგალითად კოლეჯის წინ თავის მეგობრებთან ერთად თამაშობდა იმ თავისუფლებით იმ უშიშარი თამაში და ერთ-ერთი რაც მითხრა რომ სახში ეხლა როდესაც მიხვალ იმიტომ რომ აქ აი მივდიოდი სახში როდესაც ეხლა მიხვალ აი ყებასთან და ფუცელი და ჩამოწერე რეალურად რიშიგეშინია და რატო ხდება ეგ ყველაფერი და როდესაც დავიწყე ჩამოწერა თითქოს ჩემი შიშები რაც იყო გადავიდა ფუცელზე და როდესაც გადავხედე მე ვიძახდი ვა ისი შეიძლება მეშინოდეს რომ ცუდი თამაშის გამო მაყურებელმა
ცუდად იფიქროს ჩემზე, ან მითხრას, რომ არ ვარ საკმარისი ამა თუ ამ თამაშისთვის. ამ დროს შემდი პასუხს, რომ კი, მაყურებელმა შეიძლება ის იფიქროს, მაგრამ ერთადერთი ადამიანი მე ვარ, რომელიც მეორე დღეს გაიღვიძებს, ადგება ისევ 7 საათზე, წავა, იმიტომ რომ გამოასწოროს ეს შეცდომა, ალბათ იგივე მშობლებს რომ იმედი არ გაუცრო, მაგრამ ვიცი რომ მეორე დღეს შემშობლები ცუდად იგზნობენ, თავს ცუდად რომ ვითამაშო, მაგრამ წავლენ მეორე დღეს სამსახური აქვს, სამსახურში უნდა იმუშაონ, შეიძლება რაღაც მომენტში ჩემზე ნაკლებად იფიქრონ, მაგრამ ამ დროს მე მთელი კვირის განმავლობაში უნდა ვიფიქრო იმ შეცდომაზე, რაც დაუშვი. ამიტომ რა თქმა უნდა, გული მწყდება ხოლმე, როდესაც იგივე ცუდ თამაშს ვატარებ, ვიცი რომ იმიტომ რომ ხალხს შეიძლება იმედი გაუცრო, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემ თავს ვუცრო გულს და ეგ რომ მივხვდი, მაგას რომ მივხვდი იმ ნაწილი. უკვე ვთქვი რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც რეალურად ყოველ წამს ჩემთან არის, ვარ მე, ამიტომ ჩემ თავთან თუ მართალი ვიქნები, ყველაფერი პირნათლად იქნება. შეიძლება შეცდომები მომივიდეს, მაგრამ ზუსტად წერა, რაზეც დავიწყეთ საუბარი, მაგ ყველაფერში მეხმარება, რომ გამოწეის ყოველდღიურობა, რაც მაგალითად თამაში დღეს ზურას ვეუბნებოდი. ზურა არის ადამიანი, რომელიც ბევრ რაღაცაში მეხმარება, არა მარტო ფეხბურთში, არამედ ფეხბურთს გარეთ. და ვეუბნებოდი, რომ რაც 42 თამაში ვითამაშე სეგუნდაში და ეროვნულ ნაკრებში, ყოველი თამაშის წინ შენახული მაქვს კომპიუტერში, თუ რაში შერთან მიწევს გამკლავება ყოველი თამაშის წინ. და ყოველი თამაშის შემდეგ წერ რომ მაგალითად რა შეიძლება გამოვასწორო, რა შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ მან მიწევს ყველაფერზე ყოველდღიურობაზე საუბარი. და რომ გადავხედავ, ხვდები რომ ისეთ საქმეს ვაკეთებ ჩემთვის, რაც რეალურად 10 წლის შემდეგ რომ გადავხედავ, ვისი არ ვარ მაგ ნაწილით. არ წერ იმიტომ რომ ვიღაცამ წაიკითხოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მალე მაგის გამომჟღავნებაც მომინდება, რომ ხალხმა ვისაც რეალურად ბევრს სჭირდება დახმარება, ბევრს არ სჭირდება დახმარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის რაზეც მე ვწერ ამ წლების განმავლობაში, ძალიან ბევრ ადამიანს წარდგება, რომ გიორგი არ არის ესე რომ ვთქვათ, სიტყვა კომპლიკატი სრულყოფილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნაკრი მაქვს, რომ დაგძეთ პირველ რიგში მე ვსაუბრობ და მინდა რომ ეს იმ ხალხმა იცოდეს, ვინც ყოველდღიურად ჩემი გვერდით არის და მავხდებს. ძალიან დიდი მადლობა ხალხო, თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერი არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.